ჩვენი არხის სპონსორია Deriv.com, ეს არის ტრეიდინგ პლატფორმა. თუ რატომ არის საინტერესო და განსხვავებული ტრეიდერებისთვის და არა მარტო ტრეიდერებისთვის, მოკლედ გეტყვით. მოკლედ Deriv.com არის ტრეიდინგ პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ ივაჭროთ როგორც რეალური ფულით, ასევე კრიპტოვალუტებით. რეგისტრაციისას ჩვეულებრივად აკეთებთ demo accounts და გერიცხებათ $10,000, რომელიც არის ვირტუალური ფული, ანუ არ არის რეალური და შეგიძლიათ გააკეთოთ სიმულირება, შეხვიდეთ trade-ში, გატესტოთ თქვენი სკილები, აიმაღლოთ experience და ასე შემდეგ. ხოლო როცა უკვე მზად იქნებით, შეგიძლიათ გააკეთოთ რეალური account-ი, სადაც უკვე შეგიძლიათ შეხვიდეთ რეალური ფულით ან კრიპტოვალუტით trade-ში. ასევე Deriv's აქვს თავისი აკადემია, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ თუ რა არის ტრეიდინგი, რა რისკები არსებობს, სტრატეგიები და ასე შემდეგ. ჩემი referral link-ი იქნება ვიდეოს აღწერაში და შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია. ყურადღება, ტრეიდინგი არ არის ფულის შოვნის მარტივი გზა, ის მოიცავს რისკებს და რა თქმა უნდა შეიძლება ფული დაკარგოთ. ამიტომ მე არავის არ გავალდებულებთ რომ ჩარიცხოთ. ეს ყველაფერი არის თქვენი არჩევანი და ყოველგვარ პასუხისგებლობას ვიხსნით თავიდან. Game Jam-ი ეს არის თამაშების ჰაკათონი, სადაც დეველოპერები კონკრეტული თემის გარშემო აკეთებენ თამაშს, შემდეგ ეს თამაში პასდება და ირჩევენ გამარჯვებულს. მოკლედ ეს არის Global Game Jam 2025, სადაც ნახავთ ჩემს თავგადასავალს და დავიწყოთ. რომელიც რულპიკი და მე კი ეს Game Jam-ზე მოვიდა PC-ით. ძველი ფერი იქნება ისე როგორც მინდა. არ ჩაირთო ჩათვალე გამოვიჩეთ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩემი აზრით რთულია არის რთული ხო გათამაშა. რა თქმა უნდა ჯორჯი მოიგეს. გამარჯვებული გუნდი არის მიდე მარიციო როგორ დავიწყო ლოგინი და აგერ გამომწერებმა გამოართეთ. მოგესალმებით. რას ფიქრობთ ამ Game Jam-თან დაკავშირებით? ბატონო ჯერ კარგს ვეღარ. იგივე ფიქრობთ, რა თქმა უნდა, გამოსილება გაქვთ Game Jam-ში. Game Jam-ში არა, თუმცა ჰაკათონში გამოსულა და რამდენიმე თამაში გამიგეთები. ინფორმაციის გამოყენება. კი. მაგ უნდა გაიგონ. ეს არ არის სასწაული. მოკლედ მოგიყვებით დღევანდელ განრიგს. დღეს გვეყოლა ბაუთრი keynote speaker-ი და საინტერესო თემებზე გესაუბრებია. ბოლო ხაჭაპური შეგვიჭამა. ბატონო თორნიგე. თან გაყინულია. მოკლედ Game Jam-ის თემა დასახელდა Bubble, ანუ იგივე კაფის ბუშტი თუ არ ვიცი ქართულად როგორა და მონაწილეებს გვაქვს 48 საათი იმისთვის, რომ ამ თემის გარშემო შევქმნათ თამაში. ყვითელი რომ ბუბკა ქართული. გუბკა ეს ქართულია. ხო, გუბკა ეს ახალი ქართული არ არის, მაგრამ ქართულია. ბუბკა ვარდება ნიჟარაში, სადაც გავრეცხავით თებში ვიდეოს, მაგის გარემო უნდა შევქმნათ და ბაქტერიები ჩნდებიან ენემით და რაღაც ერთი ესეთი environment წარმოიდგინებ, რაკოვინა რა. და მანდ არის ბუბკა. ორ ნახევარდეზე ფიქრობ, უფრო თუ როგორ პროექტი ზემო და როგორ. ორი და შეგო. და როგორ ვარ ხა. ეს ლეველის მე ნოტ აიტემი. როგლაიკია ჩვეულებრივად. ანუ ყოველივე ვისმენე იმას, როგლაიკი გიხარი, top down-ს ვაკეთებთ და просто ეხლა იმას შემოყავდით. აი, ერთი ეგიდია გვაქვს ბუბკაზე. ეხლა კი ან კიდე რამე ბაბლი როგორ შეიძლება შევატრიალოთ ეს მაგას ვიქრობ. ბაბლის კიდე რამე სხვა სხვა ის სხვა გაგება ახლა რაღაცაზე მეცნიერები ექნოს კეთილი პროექტი შეიძლება ეგეთ რაღაც ბევრ სხვა ისკას და რაღაც რომ მოუბრალო. წყალზე უნდა წახვიდე მაშინ წყლის ქვეშ რაღაც. მე ვფიქრობ კიდე რა იცი აი რა ანუ გეიმ ლუკი უფრო გწევს რა. მე მაგას რა ის და მგონი რომ მოვასწროთ იმის იმას რომ მაგას ან ინფინიტის არის მაინც ერთ იმას რომ უკეთებ თან ის არის რომ მე ვერზე იმას ვიქნა რომ მიწევს ან ვერც იმას ხო გრაუნდს ხო გავაკეთებ მარტო გრაუნდზე მიწევს ათი რა просто გრაუნდზე საფიქრებელი შენ გიწევს ერთი თაისატის გაკეთებ რომელიც რულპიკი და მე კი ეს თემი ვაკეთებ რომელიც ადგილ რაღაც რანდომის ან შეგვიძლია შევთვალოთ გავაკეთებ просто მაგრამ ისე თუ quality მინდა და quality მინდა კაი ბაზარი რეგრაული შეასწავლე და ჩარწერა ავიო ინფორმაციები ჩვენ დრო არ აა, სხვა ინფორმაციები? არა თქვენ ბაინარში მოწერთ. ჩვენ ბაინარში ვწერთ. მე არა ბაინარში ეს უწერთ ეს დავიწყოთ, მაგრამ მე რა განუ იდეა გაქვთ უკვე? ნო და პითონზე მაინც ვაყალებე. დაბრაზე. ბაინარიზე თქო. იმას დაუკავშირდები. ბოლოს რომელიც ააწყე. ბოლოს რა? ბოლოს რო ააწყე. ხო. ხო. ეგ არის მთაწმინდაზე. ეგ აქვს სამსახურში. სო. და ამით უნდა დაუკავშირდე პარსეკით იმას. და ჩელეს ამით უნდა ვიმუშაო იმით. მიხდი? ტიპი Game Jam-ზე მოვიდა PC-ით. ძველი PC-ით.
რომელშიც დევს i7 3770, GT 630 და 16 DDR3-ის RAM და გამოიცანით რომელ ძრავზე მუშაობ? Unreal 5-ზე. არის. და ეს მონიტორი ჩემია? ხო, მონიტორი ჩემი. აუ, მოვშტერდები. ის თან შეიხლინგობებით ჩემი. ერთი ლეპტოპი როგორ არ გეგდოს ახლა? ბიჭო, არ მაქვს ლეპტოპი. ხო, საჭირო. გამეხმარეთ ლეპტოპი და სვეჩი. მარა გადარჩა ნაწილები. ანუ კი არ გადარჩა, სიზუსტე დაცდა, ხოაზე ხარ. პროცესორს და იმას აცდა. просто გასაწმენდია მაგარი. ჩვენ აუდიო ჩემს საერთოდ რა გავიგოთ ფილმი რა შევთქვა. მარტო შანსი არ დევიგებ რა. ანუ და ეს მოვუწევთ რომ ეს უჭირდება და ეს რომ ვიღაც აწლის გამოსtildeები რომ ვიღაცა იქ გამოსულია. წამა პოლისა. ახლა გააძვიზე ხო? დავით არა. გაუძვა. ხოდა ჩამოვიარეთ და ვიდეო. 4 წელი აქვს სწავლობდა ნოყოფში. ამ თოქში წელი. ლოპა შევხედე. მარჯობა. მე რა საქმეა და? ხო, მე პროგრამისტი. აი ამ მეძები დავაწყდი. ყველაფერს ერთად შედება პოსტო. არა, ხომ არა. მომენტსაც გაკეთეთ პლეიერსაც და შუტინგს თავი. ეს არის ჩვენი პლეიერი, თუნდაც ეს მომენტს თავი ხარ ჩალენჯ პლეიერი. ოკეი, გასაგებია. მაგას არ ვაკეთებ, მაგრამ რომ გავაკეთე თუ ვერ მომასწავლე გასწავლით. Meta quest from ჩვენ იდეა ამ კვაზი ხალხი მიარსაკეთებს და ჩვენ მაუსზე ვაკეთებ. ჩვენ მარგა იყოს, მოდი. მოდიცმა. კარჩე. რაკოვინა? ხო. და ბინძური ჭურჭელი ყრია ის რა. შეხარ თავარი ხარაქტერი არის ბუბკა. ხო, სახიხი ბუბკა რა. და მტრები არიან დაჭურჭელებული, ჩანგლებენ ჭურჭისას რაღაცა და ბადლებს ის პლოპ ესე რა და უნდა გაწმინდო ისინი და ქულები მოიმოწა რა. და უფრო ჩვენ უფრო კომპლექსური მექანიკა გვქონდა, დეტალებში არ ჩავა. ხოთესლობა. გენიუსი. კაცი. ისე არ აცდი შეთორე ქცე. ეს ყველა გეიმჯებს რო გამოდის, რა ხდება იცი? ანუ რა იყო თემატიკა არც მახსოვს რაღაც ფესვებიო თუ რაღაცა და ტანკები გააკეთა. ხუთასჯერ ვითხარ მე არ გააკეთა. ტანკი აბას მოკლე ანდრეალში ტიკაუჩი. გავიგებ. ხარი პირველი 41 წუთი შენ ასაკეთებ? არ გადაგიხებ. მოკლედ პირველი 41 წუთია. გვაქვს პროტოტიპი ფონტ ასეტების გარეშე. ასეთები გზაშია. ასეთები გზაშია. იმის მონიტორიც გადაიღე. ოკეი. ჯერ მეც გარეკანს ვაკეთებ. მაგარი. ჯერ მოიცა რა მაგარი. ხშირად გაწიოთ. პროსტა ფოტოშოპის ტორენტი არ იცოდა და ვაკეთებთ რაღაც ჩინურაფში. რა ჩინურაფში, ბრატ, პირველად მისმის. XY. სუდა მოვიწ, მოიცა. ეს სპრეიტი მაგნაპიდი გინდა მოგცე. აცდა იგი. ამას მივეჩვი. რა? არა, მაგას არ ვიზახი, ანუ ფრეიმები თვითონ რა განახებს ახლა ეს სპრეიტს რა კაიცი, ანიმაციების წმინდა გასვლილია. ეს მაგამდე არის პროსტა, ჩათვალე პროსტა ხატავდი და ახლა ანიმაციების დაამატეს. ანუ გამოიყენა ის კიდე. ერთლიანი უფასოა. ეს კი ბოქში უფასოა, ვებზე. ეს რა მაგარია, დაიმახსოვრე, lightweight-ია, აი ეს არის. აი მოდი წამეს, აბა ეს განახო კიდევ ერთი. ბამ მეცეცამ ესე არა, და აქედან დავიწყებ აბა და თქვენ ორი ხართ ხოლმე პროგრამისტი და შენ? მე პროსტა ეხლა ვამზადებ იმას. ძრავს ვამზადებ რომ მე ძრავს ამზადებ. ანუ ისა ფრეიმვორკი ხო გვაქვს და ფრეიმვორკში კიდე ზემოდან ბევრი პატარ-პატარა ბიბლიოთეკა და მაგას ვეძახით ძრავს. ეს ბიბლიოთეკები არის მილიონი რაც დამიგროვდა წლები. როგორ? level editor. კი, რაღაცა ძველი კი. ხო და ხო, პრინციპში მაგის გამახსენე რომ
ობიექტის ექსპორტერიც უნდა გავაკეთო, რომ ლეველები საშინელი თემი ყავთ რა. ჩვენ? არა. სხვათა შორის ხოძე ხართ და ედომწოს. ნუ, ხო, ხოძე ვართ. იმედია ყველაფერს გააკეთებთ, რაც გაკეთებთ, იმიტომ რომ ვიღაცები ჯერ კიდე იდეებზე მუშაობენ და ქვედა ბიჭო, აი მაგის რატომ ისიც შეიძლება ამდენი ხანი იდეებზე რომ მუშაობენ, რაღაცა ისეთ პირდეც და მე ნაკლები დეველოპმენტი დაჭირდეს და იდეა. ჯერჯერობით რაც ნახულობ, რამდენი თემი წავიდა, მეგონი. ერთი იდეა კარგი იყო რა, მაგრამ ეხლა ისეთები არიან დარჩენილი, რომ ჯერჯერობით არ ვიცი, ნახოთ რა. კი, რა თქმა უნდა. აი, საფრანგეთის მოყოლია და თუ შეიძლება იქიდან დავიწყოთ. აი თქვენი როლი. მე როგორც აქ ჯდომი სამი ადამიანი. როგორ ჩვენია თვითონ გიპასუხოთ და ჩვენ დეველოპერები ვართ ყველა ვაფშე. ყველა? დიზაინის ვინაჯობს. მე ვითომ სამიოსებს. მოდელერი არ ვარ, მაგრამ პროგრამისტი ხარ, მაგრამ სამი და მოდელებზე გამუშავე. შეგრე გამოდის. რატომაც გადავწყვიტეთ, რომ კოდის წერა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სხვა ყველაფერი და ეხლა ვიჭირს მაგის გამო ძალიან. დაკარს ყველაზე მომაცი ადამიანი, იმიტომ რომ მარტო აკეთებს ყველაფერს. ჯერიდი არ არის. დაფუძნებულ თამაშს ვაკეთებ. როგორ? მუვერმენტზე დაფუძნებულ თამაში. მუვერმენტზე დაფუძნებულ თამაში? აპირებთ კიდე რამის დამატებას? სად გაგონით თქოს? კი, ვერ რას დამატება მიგი. ჯერჯერ ეს ისა პროტოტიპია მაინც. შენ უფასო მუსიკების აღებას ვობ. აქ რა ხდება? actually design this. Okay. მუსიკებია? დროის დახარჯვა მენანება, რომ მას ნაკლებად პრიორიტეტული მოვიდა. დადის კამერა მიყვება პროსტა ფაილი ერთერს და ხო პროგრესი რა ის რო დაგეხება მე რა უნდა დაილოდო აისოს. და გარშემო კი. ავე პერსონალი ვონის. განათებისთვის. სტალინი რო დავაფიქსირე. კი, ხო. ჩვენი ღირსება. ილონ მასკის უნდა იყოს რა. ეს ყველაფერი კაკოსი. ბიჭო, აქ მომენტს აკეთებ, პროსტა თაილსეთი სოლიდია და კამერა დაყვება ეხლა. მაუსი რო ქონდეს პროგრამი. ბიჭო, ჩემ თიმებს ვულები მასა. ის ბიჭი ლეხები. აუ, ძალიან კაი ბაბლები ძალიან. და ეს გაქრობის ანიმაციაც სასწაულია. პირველია ვისაც გაქრობის ანიმაცია მოაწყო. ხო, შემჩნია. მაგარი რამდენი არის ბევრი ხო იასნე ჩვენზე ბევრი ხო არა რამდენი ანუ იგივე რაოდენობა მგონი პროსტა რა მე მომწონს ვიშტები თქვენ საკუთარ მიხედით ამ ზუსტად იგივე არ არის ზუსტად იგივე არა ახლოსა ყველაფერი იქნება ისე როგორც მე ეს დააფიქსირე всё cut აუ ზუკა ვაფშე ფილინგი შეცვალა ბიჭო რა შიფტის ამოღება? არა, ფოსე. ნაის. ამდენი როგორ ეს სამ. აქი არის ხოლმე და ეს არის ვაფშე შიფტილით. რა? ჩემო ბაბლი არის მაინც. და მინდა რომ ორში ორი მოთამაშისთვის იყოს თამაში, ერთმანეთს შეეჯიბრებიან. და დაახლოებით იქნება Clash Royale და Bloons Tower Defense რო გაერთიანო რაღაცა ეგეთ. ოკეი. ერთმანეთ ანუ Bubble სამეფოები. და სხვა არის და ნუ შევცვით ამებს კიდე რა ბევრი დიზაინი იქნება ძალიან. ნუ ესეთი გვინდა რომ მრავალფეროვნება იყოს. ნუ ფერებიც დაედება სხვადასხვა მაგრამ. კუიც არის გამზადებული სადაც. აი სახეები. სახეები. როგორ რაღაც იცი game development-ზე რო ვიძიებდი ბევრ ამას, ხომ მიგდედა მე კიდე არ გინდა ქართულებს
დაკიდებული არ მაქვს და ვერ მოგაწყვეტ ვიდეო არ მინდა ხოს, მაგრამ ფოტო მახსოვს რომ ეს სახე ამოვარდნი და როდაკა კაი. მამედ ზოგისთვის ისეთი სახეა რომ არ დააკლიკებს, ან ნორმალური ადამიანმა არ უნდა დააკლიკოს ისეთი. ამას ამბობს გადავხე. არათუ არა. ვალა 10 ეგერის პისი. არა ძმაო. კუჯის პრობლემები დამეწყო, მე გაიფრე, ექიმა წული გაქო და რაღაცები დამეწყო და ექიმს მივედი რა, მაგარი გადავა, მეთქი აი ცუდა დავართხო, ყველაზე ხარა. და რას მეთქი აი 30-25 ჩხიკავ ჭამეთქილით რა კოკა-კოლას სწავლთქო და მე ზემოდან თითქმის 6 ჯერ ჭამთქიში თქო და ეს შემოხედა. აი მოიცა ჩავერები იმ დღეს ხილკალი ვიჭოთ რომ ხوارი ნორმალური ადამიანი რო შეის მაღაზიაში, კოლას ყიდულობს ან ქილისას ან რამდენია? ნახევრიას მაქსიმუმ. აუნია და 1 ლიტრიანი ეს 2 ლიტრიანი და ეს ქუჩაში სვავდა. ლაიკ იქნება ჩვენი ჟანრი. გასაგებია, დაახლოებით რაზე? სალფე. ეკოლაფერი ხდება ესე იგი აბაზანაში ჩვენი პერსონაჟი არის რეზინის იხვი ბატი რა. ხო და ანუ თქვენ ხართ. ხო ჩვენ ვართ და ბუშტემს წინავე. არა. შევიდია. რაც მოვედით არაფერი არ გაგვიკეთები აი მაგას. არა, ძალიან ოდნავ გავს რა. ჩვენ ნიჟარაში ვართ ცინის აბაზანაში. ჩემი რა თქმა უნდა. ვისი შექმნელი გაკეთებული უკვე პროექტი. მე მათი. ვისი მათი? ჩემი. ასე რა ვინ ეს პროგრამა კრასავიცა. ერთი ეს ასწავლე ეს შეიძლება ტექსტი შეცვალეო რა და მაგით გაკეთება შეიძლება ოღონდ ცოტა ტექსტი როგორ შეცვალო? ანუ აი რა ვთქვა? გონი ყველაფერი ისე არ აღმოჩნდა როგორც გვეგონა რთულდება ყველაფერი. ეხლა გვაქვს ეს. მოიცა კოვზი რატო აღარ აკეთებს ეს? აქ გვერდზე რო გავიწევი დამარტავს. ყველა game jams დაუბრუნდი, ოღონდ სხვა გუნდში ვარ და დააბრუნდი, მაგრამ ორდეში და იუნიტში. ნახევარი დრო რო ამოიწურა უკვე. არა, წინთელი 12 საათია მინიმუმ. ნახოთ. რამდენი ხარ? 5. და რას აკეთებ? ფესვებს ორდეში. არა. კაცი დაფრინავს ბუშტით. სამსახურში მივიდა და იქიდან ვიმშავე. ჩემს მონსტრ კომპიუტერს დაუბრუნდები. და იმდა არა ნერვოზი. ეგეთი რაღაცა ხდება, აი დავშოთ. ხედავ? ანუ Visual Studio ჩავხურე, რაღაცა Unity-ში გავაკეთე. მომინდა გახსნა ეხლა რა. გახსნა დახურე. ხსნი? What the fuck? და აკეთებს double გახსნას. ეს არის challenge-ია გიგო. ჩვენ აქ გვაქვს ეგეთი პროგრესი, მოდი ჩავაბნელოთ თორე GoPro-ში არ ჩანს. იცი რა ქენი, user-ს დავამატე მასე Visual Studio გაიხსნა და იქ. აი ხა კოვზი რომ მოვა ჩვენთან. შეგუ გაგვერჭობა. და 20 დამიჯი გაგვიკეთა რა. და თვითონ დაიბედა? იასნა. ხო მაგარია. ეს ბაბლები ისრაელი. ეს მე ბიჭო, ეს სისველეა რა, რომ გაშრები მერე ვეღარ ისრუ ბაბლებს და უნდა დასვენ. მე წყალის აიგია. გუბეები უნდა გავაკეთოთ და ონკანიდან ხო თესლობ. ძალიან კარგი. აუ ძალიან კარგია ხო გადავა. ანუ რეალური ფუტბოლი. ძალიან მომეწონა. არა, კამერის გარეთ როგორც ითხოვდით. კამერის გარეთ ძალიან მომეწონა. არ გვაქვს particle როგორ? ფორმულებს თორთოს. ფორმულებს და რაღაცა არა, ანუ დეტერმინისტული პარტიკლები არ გვაქვს. ეს არის просто spawn-out ბევრ game objects ერთ ბაშად და თითოეულს აქვს თავისი რაღაცა სიჩქარე, გრავიტაცია და დემპინგი. და просто უშვებთ რა. და მე აპდეიტში დავდით. ხო, და მე ცოტა ფიზიკის მიხედვით ან პატარავდება და რო დაპატარავდება ბოლომდე მე კრება. მემფიჩი როგორ პარტიკლებს? მასეა პარტიკლები. ფიზიკაც არ არის, ანუ collision-ებიც და რაღაცები არ აქვს. просто ეს არის.
როცა ერთ დემპინგი აქვს და რაღაც სიჩქარე ნელდება და მე კრება. Так, მოკლედ ჩვენ 5-ნი ვიყავით და 3-ნი დავრჩით. ნუ ეს ნახეთ იდეაში მეკობს. თაკომ დაწერა დოკუმენტაცია, მაგრამ ახლა იცი რა არის? დიზაინს აკეთებს, იმიტომ რომ ჩვენ დიზაინერს წინავს. ნელა არ გამოვართ. ეს რაღაცა ჰარდკორია. არ გეყო ძილი? ეს შენი გაკეთა ისა? თაკომ გააკეთა. და ჯერ დაფჭირეთ. ამდენ შეგება. ჩანგალი ჭუჭს გესმის. ეს სირთულე არაა, ჯერ სირთულის ინკრიზია. ანუ ეკე ხო ნормალია. ესე იგი ხა არის 12 უკლია 10. ვჭამეთ და კუჩში რო დალაგდეს სეივით. ყველაფერი უნდა ავიდეთ ისევ ზევით და დავხედოთ სხვა თიმერებს. მოვაკეთებ ხა ისა იყო შენობები დამოდელირებულია უკვე. ეხლა ჩარიჩობ თვითონ იმაზე. ტექსტურაზე. ხელნახატი. აია. ბრო ბიჭო, დიდი ლეველი მოგწონს სხვა კი, აუცილებლად. ყვავი ხორდა ემატა. სეტები არიან, მაგრამ არის ბოლოს. თავი შენ დაგემატა? ის ულვაშებიან ჭამელატები იყო. კი? ბიჭო, მალე ფაქტს ვაკეთებ. ბაბლს ხარ არის აქ? ბაბლების გეიმები არის. ამ კონკრეტულ თამაში გუშტი ხარ? ვორეთ კასკავს. ფერმას კოლკო. ეხა არის 5-ის ნახევარი. ნიჟანს ვაკეთებთ. Gameplay-ის 80% მორჩენილია. ბატონო გეკითხა მორჩა 80%. შენაც საპლანე 48 საათში ვერ მოისწრებოდა, ამიტომ მომავალი გეგმი. ყველანი ძალიან დაყლები ვართ, ხო დაყლები ხართ? აი ეს მე და dark side-ი არის. დანა მოვიშოროთ. მე ეხლა დიდხანს უნდა დაწვე. კარგი, დანა აპოკალიფსი ხა მიხვდა დადები. აი შეიძლება შუტინგ სტამინა შეიძლება თეფს უთხილდი, იმიტომ რომ მაგის ერთი გასროლი თუ მოხდა ჭუჭი ყველს მოხდა. ბიჭო ერთი პროექტაილ ცოტა ნევა სპაუნერის ტაიმი შეამცირა ძალიან ცოტა, მაგრამ ნორმალურად შეამცირა დროს არ ამოუში. კი. თუ გავუძლებთ. ანუ სწრაფად რო დასწრაფად რა. ხო, დრო შეამცირა გაკეთეს სპაუნში. კიდე გავარტყოთ რა. მეუბნება. Windows вообще გაგუწესდა. ეხა თუ არ ჩაირთო ჩათვალე, გამოვიჩეთ ყველაფერს, იმიტომ რომ ინტრო არ გავხდი. ხონდა вообще მიუძენდა აი ბოლომდე არის ნობა. ხტულდება ნეონელად. ანუ და მათემატიკის მანჩენ როგორ ხარ? მაგისტრია რა, როგორც იმდენი ხდება ხოლმე ბოლოს. ჩვენ სწრაფად, საკმაოდ სწრაფად სულ კლავიაში ხო არ ვაგროვებ ხარ რა. ცოტა და ჩაჩი ჩავა
რა შენ ასაკეთებდი? აი, გავატესტინეთ რა. გავაზარდე. აი, გარეთ. აი, ეხლა დასვით. აი, თავი. აუ, რა შემიჭო. ეს თავში საკანონის გარუში პრეზენტაციის პლატფორმის მოიშვი, იმბაგში მოხდები, შენი პავლი გასწრება და წააგებ ან გავშო კაპალტოი. მესამეში იყო ესეთი სიტუაცია, რომ იყო პლატფორმა ბაბულების და როდესაც დავიწყებდით, ანუ დროზე დამთავრებინა და ყოფილიყო სრულფასოვანი და ჩვენ ეს შევძელით და ეს არის უნიკალური თამაში ჩვენთვის პირადად, იმიტომ რომ არის ორი და აქამდე მარტო 2-3 და ინტერვიუ. აი როგორი ვარ იცი? ინტერვიუ. აი. ჩემი აზრით რთულია. არის რთული ხო გათამაშე. რა თქმა უნდა ჯორჯი მოიგეს. მე რან გაშლები ხო იცი? ხო და ის რა თქმა უნდა ჯორჯი მოიგეს, და ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან კარგი პიროვნებაა, ძალიან კარგი დეველოპერია. მეურის მოტივატორის მიმცემია, აი განსაკუთრებით 17-ის თუ რავი, რამდენიც რომ ვიყავი მისი ვების ტუტორიალი რო გავხსენი, რო გავიარე, მაშინ მივხვდი რომ ვები ჩემი არ იყო და გავანებე თავი და მადლობა ამისთვის. პირველ რიგში მართლა არ ვგარა, იმიტომ რომ არა, მართლა არ იყო ვები ჩემი. ხო და მოკლედ ჯორჯიკას ტუტორიალები რო არა, მე გეიმ დეველოპმენტში არ გადავდგამდი ნაბიჯებს, იმიტომ რომ ვებს არ დავიკიდებდი. ხო, რაც შეეხება ჯორჯის თამაში ძალიან საინტერესოა. პირადი ტრავმებიდან გამომდინარეობს რაღაც ხრივ და მინდა ვთქვა რომ საინტერესო გეიმპლეი აქვს, მართლა მომეწონა. ძალიან სახალისო იყო. მაგრამ დასწორეთ მეცე თქვა მაგ ტრავმებში. ეგეთი ის კიდე პოსტი. აი იგი მე რა სპონჯი მქონდეს. აი მე რავი. თუ არ გადავიხდიდი ბოლოს დიდის არა მარტო ეგ სტარტაპად შეგიძლია გააკეთო და ჯიტაში გააკეთე და ასე უნდა. ხო, მოკლედ საინტერესო თამაშია და კარგია რა, ყოჩახ, კარგი თიმი ხართ და დიზაინიც მომეწონა რა. ზუსტად ეგრე არის ჩემი ნიჟარა, თორსა თემშებია გასაცხადე გაკეთეს და ჩაგდების და თემშების და ჩემი დალმა. უნდა ამოძრაო შენი ეს პაბლიკი პლეიერი. და ისე თუ შეიძლება შეიყვანეთ სახელი. ეს სახელის აი დარეგისტრირებული შენი სკორი. ავიდო სულ ეს არის. ამას როგორც ვთქვი ინტერესია, უბრალოდ ერთი ჩაუნდი ხდება რომ რამე ინდიკატორს მიცემთ თითოენების და ინდიკატორს მიცემთ აი ამ დაგავს რომელიც უნდა შეაგროვოთ და თვითონ ამათ არ უნდა შეეჯახო რა. ამიტომ იდეაში ინდიკატორი არა, თავიდან თავი ეს არ დამაფრინებს. ტესტი. მოგესალმებით. ჯერ მაინტერესებს თქვენთვის რომელია ყველაზე საზიზღარი სახლის საქმე. ურჩლის გარეცხვა. პირველივეზე ის მოვისმენა, ის მოსმენაც მიმარე, კაი. ჩვენ თამაშის მთავარი პერსონაჟი არის სპონჯი. ჭურჭლის რუბელი. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ღრმა ისტორია თამაში. პროვინციელი სპონჯი, რომელიც შეხმატკბილებულად ცხოვრობდა ჭურჭელთან. ყველაფერი იყო კარგად, მე აირია ჭურჭელი დაბინძურდა და სპონჯმა გადაწყვიტა, რომ ეს ჭუჭყი მოაშოროს და დააბრუნოს ჭურჭელი ძველ ფორმაში რა. სანამ უშუალოდ გეიმპლეიზე გადავალთ, აქ მინდა რაღაცებს ყურადღება მივაქციოთ. roguelike გვინდოდა, მაგრამ დრო არ გვეყო და შევჩერდით top down shooter, action shooter-ზე. 3 progress bar გვაქვს, shooting stamina, რასაც ახსნა არ ჭირდება იდეაში, health arcels და აქ არის თავი რაღაც. სისველი. სპონჯი რომელიც ასევე დეშს აკეთებს, დეშისთვის ჭირდება რომ იყოს სველი, ყოველ დეშზე და ნებისმიერ ივენტზე, მანიპულაციაზე შვება. ამიტომ მე თავიდან უნდა დასველდეს, რომ დაიჩარჯოს და უნდა გაიაროს ცხლის გუბეში, რა რომ უფრო დიდხანს გაძლოს. enemy უკვე იცით რეებიც იქნება, ამიტომ შეგვიძლია დავსტარტოთ. რთულია ემოციებს არა. მიდი. ესეთი კომპლექსური დეშის მექანიკა არ გექნებათ არსაკმე.
რა თქმა უნდა, enemies ტიპები განსხვავდება, კოვზი არის melee damage-ის მქონე, ჩანგალი ჭურჭს ისვრის, თებში ჭურჭს ისვრის ოღონდ მაღალი fire rate და ყველაზე მურწე რაღაც არის დანა. ტრიალდება და მერე გერჭობა. და ნუ გარემო რა თქმა უნდა, მით გუბეშკაია დაიჩარჯე, ეგ არის. გარემო არის დაბინძურებული ის რა, ნიჟა რა. მიდი ერთი რესტარტი რო ცოტა ხომად შევტოფოთ რა. გარემო ბოლომდე გაშე და ერთიანად ასველი მერე დიდი. ანუ ხო რა წმინდავთ რეალურად ჭუჭყიან ჭურჭელს. მიდი ერთიანად მიაყარე ბაბლები. აი. ასე გვაქვს ვულკანი, რომის გაკეთებაც გინდა, მაგრამ დრო აღარ გვეყო რა. არის საკმაოდ დავიჩარჯე, კარგია. ეგ არის. ნებისმიერი კითხვისთვის მზად. ეგ უბრალოდ სტატიკური ტექსტურია, მარტო solid ფერები რო არ ყოფილიყო და რაღაცით შეგვევსო environment-ი. არანაირს. კი, იმდენი, ანუ პლენის 60% შევასრულეთ. რაც დავფლენეთ რა. ეს ვეივები ხო ჩდება რომ მოდის დაბინძურებული ჭურჭელის და მე ვერ შევამჩნიე თუ სადმე ჩანს რომ აი რაღაც რაოდენობა უნდა ესე კონკრეტულად ვეივები არ გვაქვს ყოველი 40 ქულის შემდეგ spawn rate იმატებს. ასევე ძლიერდება იმათი attack damage-ები enemies. და ანუ იდეაში მაშინ გადადიხარ სხვა ლეველზე როცა უკანს ჩართავ? აუ სხვა ლეველზე მაშინ გადადიხარ როცა უკანს ჩართავ თუ არა, უკანის ჩართვა გვინდოდა დრო აღარ დაგჭამ, იმიტომ გუბეები დავამატეთ, რომელიც რენდომად ჩდება რომ დაიჩარჯო და დასველდე რა. ოკეი. განვითარებას როგორ შეიძლება იყოს რა დაიწყოს? რომ გითხრა ხა ამას სერიოზულად ვეკიდებით ხო ვერად, განვითარებას და ჩვეულებრივი roguelike-ი არაფერი განსაკუთრებული. განვითარებას რა თქმა უნდა ლეველების მერე random ability-ები, რომელსაც ირჩევ, ბაფები გედება, ვეივები, ბოსები, უფრო ლამაზი environment-ი. ნარატორებზე გაგართულება გეხოს. შენ თამაშობია პიროს. ეგ უკვე პლუსია. დაბალი ბარიერია ეგ რო გავხსენებ ტრანზიტი. არაფერი ბარიერია. ალო. მადლობა. თუ იცით. მეგობრებო. ნახვამდის დიდი მადლობა. და გამარჯვებული გუნდი არის Super Soul-ები. ჩაწყობილია ყველა. ჭამოთრა. აბაკრა, აბა რა მიდია კაცი. კომენტარი თუ გაქვს. რავი, გავერთეთ, კარგი ხალხი გავიცანით, ეგ ანუ ორი დღე კარგად გავიდა, მაგრამ აი ბოდიში. ცუდი შეფერება. მაგრამ აზროვია. თავრე ჯანმრთელია. ნუ მოკლედ მე ვტოვებ game devs და უბრუნდები ისე software-ს. ცოტა ხანი. ბოლო წერტილი იყო ეს ფული შოვებოდ. ესე იგი ხა ვიწერთ მათხოვე აგერ ამაკის მენიუც მოდის და მოკლედ აგერ ამას მოვიდა მაკი ჩვენ აქ ხალხი ვებოდებით. აუ აი პროსტა ჟირატო როგორ გაჟიურის რაღაცა ძალიან კრიტიკულად ხედა მივეცი აი ხო ძალიან კრიტიკულად როგორ მოვალეცა Actually, that's the guy. ძალიან
ბევრი დასაედიტებელი არ მიცემს, ჯობია მოკლე ვიდეო ჩავწეროთ. მოკლე, არა, მაინც მე 70 გიგაბაიტის ფაილებია. მაინც ექნება ხო საქმე გასაკეთებელი. აი სამ ყველაფერს რაც ჩართულია ხო ვიღებ. მოკლედ, კარჩე game jam-მა ჩაიარა ძალიან ვაიც. ბიჭო, არა ეს. I'm under the water. რაგინა კარგად. კაროჩე რა game jam იყო ამ სულდან ხო ერთი ძალიან საინტერესო რაღაცა მინდა ვთქვა რა ზოგადად game jam-ი და თამაშების დეველოპმენტი არის საქართველოში მაგარ ტრაქში სანამ წახვალ ერთი ლამაზი რამე მაინც მითხარი ნომერი აქვს აქვს ამ რობოტისმა არ ვიცი ნუ მოკლედ სულ ეს იყო game jam-ი წავაგეთ მაგრამ ვფიქრობთ რომ საკმაოდ fun რაღაც გავაკეთებთ ამიტომ vlog-ის ბოლოს გიტოვეთ მთლიან ასე ვთქვათ let's plays შეგიძლიათ უყუროთ თუ რა გავაკეთეთ და ასევე ვიდეოს აღწერაში იქნება ამ თამაშის ოფიციალური გადმოსაწერი ლინკი შეგიძლიათ შეხვიდეთ გადმოწეროთ და თქვენ თვითონვე დატესტოთ მადლობა რომ აქამდე მოხვედით გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო ასევე გამოიწერეთ არხი და შევხვდებით მომავალ ვიდეოში